გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო. გამოიწერეთ ჩვენი არხი დაგელოდებით. და გავაგზავნოთ დანების განხილვის ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ რა. 10 სხვადასხვა ხასიათის, სხვადასხვა ბრენდის დანები გვაქვს წარმოდგენილი და რავი, გავიარეთ მეტნაკლებად. საშუალო კლასის დანებია, რა ვთქვათ, არ არის რაღაცა ძალიან პრემიუმ კლასი და არც ძალიან ბიუჯეტური. საშუალო კლასის ისეთი, რომ ვისაც უნდა კარგი დანა და მეტნაკლებად ხელმისაწვდომ ფასად. ფასებს და მახასიათებლებს რაც შეეხება კომენტარებში აღარ დავიწყებ, ანუ არ დავიწყებ დაწვრილ მანებას, ესე ვთქვათ. გადახვათ ჩვენს ვებგვერდზე www.blades.gr და ნახავთ ყველაფერს დაწვრილებით. თუ რამე დაგაინტერესებს დამატებით, დამირეკავთ 24 საათი ტელეფონი ხაზია. ახლა დავიწყოთ. მოდი, პირველი მოდელი არის Benchmade-ის ფრიკი მეგობრებო. დიდი ხანია ამ მოდელს ვიცნობ პირადად და ძალიან მომწონს. რადგან მიყვარს მსგავსი ხასიათის დანები, ცოტა დიდი ზომის და ისეთი მუშა, პრაქტიკული გამოსადეგი დანა. M4 ფოლადი აქვს სხვათა შორის, რომელიც მძიმე დატვირთვებზე არის გათვლილი და ძალიან ლამაზადაა გაწყობილი მისი დიზაინიც, ესეთი სერი შავფერებში ტარი და ესეთი მუქი წითელი ჩანართებით. პირი შავი DLC დაფარვით, ძალიან კარგია მანუალი ამდანის მექანიზმი არ აქვს რაღაცა დამხმარე ზამბარა და აქსის ლოკი ჩამკეტი სისტემა. ძალიან საინტერესო და კარგი დანაა ეს ფრიკი. შედარებით მცირე ზომის მინი ოსბორნი გვაქვს აგერ მეგობრებო წარმოდგენილი. ეს არის Warren Osborne-ის დიზაინით შექმნილი, სახელი თავისთავად მეტყველებს, თუმცა ეს არ არის სტანდარტული ოსბორნი მეგობრებო, ფოლადი 30 ვი გვაქვს კი, მაგრამ ტარი არის დაკასტამებული, ესე ვთქვათ. ეს არის ბრასის სკეილები, რომელიც ახლა ესეთ ფერზეა, შეგიძლია ამის რაღაცა გაპრიალებით ქეჩაზე ტყავზე, უფრო სხვა ფერს, რაღაც მოწითალო ფერს მიიღებს და ძალიან საინტერესოა. დანის მოყვარულებს მსგავსი ექსპერიმენტები გვიყვარს და ვფიქრობ თქვენთვისაც საინტერესო იქნება. ერთი კარგი ფაქტი, კარგი და ამ დანისთვის მთავარი ფაქტი რაც არის, აი ამ ბექსპეისერმა ცოტა დაამძიმა ბექსპეისერმა და სკეილებმა ერთად, ესეც დამატებული აქვს ამის გარეშე შეიძლებოდა მისი აწყობა, ცოტა მძიმე გამოვიდა სტანდარტულ მინი ოსბორნთან შედარებით, მაგრამ ეს ცუდი სულაც არაა. ხელში ისეთი მყარი და საიმედო ტიპი გახდა უფრო. ეს კი მეგობრებო ბაგაუთია, ძალიან პოპულარული დანა, რომელიც პოპულარობამაც უკვე რა ვიცი, ზამბები რაღაცა რეკორდები მოხდა, ძალიან უყვარს ახალს, მეგონი აი სწორედ ამის გამო ესეთი მსუბუქი რომ არის და მარტივი რა. ძალიან მარტივი მსუბუქი თხელი ჯიბის დანა, რომელიც ზაფხულში მით უმეტეს არ გვაწუხებს, როცა თხლად გვაცვია. რა ვიცი. ვფიქრობ საინტერესოა სწორედ ამის გამო, თორე მეტი რაღაცა რო ვთქვათ, რომ აი ეს რა მასალებია და რაღაც ასწავლე ამ დანაში არაფერი არა, პოლიმერის ტარი და S30 ვი ფოლადი. კარგი ფოლადია მოგეხსენებათ S30, მაგრამ ხო რა ეს დანა უყვართ თავისი სიმსუბუქის და აი ამ სიმარტივის გამო. გენიალური ფორმა აქვს, მარტივისა და კლასიკური ფორმა. შემდეგი მოდელი მეგობრებო ცოტა უფრო ბრუტალური და განსხვავებულია, cold steel-ის black talon-ი საშიში დანა. ესე დავარქმევდი ამ დანას ნახეთ როგორი პირის ფორმა აქვს და ამ დეტალებს აღარ უნდა მეგონი ბევრი არ წერა, თავად ხედავთ ყველაფერს. ნალესი რაღაც იაპონურ სტილში გვაქვს სალი მხრიდან. აქედან არ არის ნალესი, ფოლადი S35 ვიენია, ეს ახალი ვერსია Black Talon-ის და ტრაიდლოკი ჩამკეტი სისტემა. ზომა საკმაოდ დიდია ამ დანის, მაგრამ ამუდროულად თხელია და მსუბუქი. თხელი ჯიათის კვალობი, ჯიათის თხელის სკეილებია რა. დიზაინერს რაც შეეხება ამ ბრენდის ლეგენდებმა შექმნეს ეს დანა. ლინ თომსონმა და უკაცრავად დემკომ და ლინ თომსონმა ერთობლივად შეიმუშავეს სამდანის დიზაინი და შემოგთავაზეს ესეთი განსხვავებული და გავიმეორდები საშიში დანა. ესე ჩვენი Black Talon-ი. ახლა უფრო ცოტა უფრო ისეთ კულტურულ და მაღალი კლასის, კიდევ უფრო მაღალი კლასის დანაზე გადავიდეთ. ოჩი, ამერიკელი knife maker-ის ერის კოჩის დანა მინდა წარმოგიდგინოთ მეგობრებო. აქ თვილკარბონია ჩართული აი ამ ლამაზ ტექსტურირებულ ტიტანში. როგორც მოგეხსენებათ, ეს კაცი ქმნის უფრო ისეთ საშუალო და პატარა ზომის, რაღაცა ჯენტლმენის სტილის დანებს. მადლობა გიო შეხსენებისთვის. ფოლადი გვაქვს M390 და ტარზე როგორც გითხარით თვილკარბონი და ტიტანი. მექანიზმი საკისრებზეა, აქ გვაქვს კერამიკული საკისარი და რომელიც, რა ვიცი, სამუდამო გარანტიით არის და ისე ხარისხით ნამდვილად შეგვიძლია დავიკვეხნოთ ამ დანის პატრონებმა. ძალიან მაგარი დანაა, საინტერესო არა არის რაღაცა ისეთი ბიუჯეტური და ძალიან მარტივად მოსაპოვებელი დანა და ვფიქრობ ძალიან კარგია. შემდეგი უფრო ბიუჯეტურზე გადავიდეთ ახლა Patrick Field Fisher-ის, აი ეს დიდი ბელუგა მინდა წარმოგიდგინოთ,
ესეთი ტანტო რაღაცნაირი ტანტოა თან. შერქვევით მოდის ამერიკული ტანტოები ხო ის ცოტა უფრო შეწვეტიანია ხოლმე. არც სწორად მოდის ქვევით და მერე უცებ წატეხილი და რაღაცა ცადეს გაეკეთებინათ უფრო განსხვავებული და საინტერესო არის პრინციპში ვფიქრობ ჭრის დროს ამ კუთხეს მეტი ძალა დაადგება და ცოტა აგრესიულად გაჭირს რა. ეს ორი პირი ცალ-ცალკე შეგვიძლია ვამუშაოთ ეს არ ვიცი მეტნაკლებად პრაქტიკულია რა მე მომწონს ხოლმე ცოტა განსხვავებული და სიახლეები იმედია თქვენს და არ ვიცი და ამეთანხმებით რომ არ არის ცუდი დანა საშუალო კლასის საშუალო ბიუჯეტის უფრო ბიუჯეტურში გადის ეს დანა პრინციპში ბიუჯეტური დანის გვალობაზე ხარისხი ძალიან კარგი აქვს და საკმაოდ საინტერესო დანა ეს კი მეგობრებო კუბია კუბი ჰიპერიონი ეს 35 ვიენი ფოლადით არის აღჭურვილი ეს დანა ესეთი მაგარი ტექსტურირებული და ესეთი ანუდირებული ტიტანის სკეილებით ორივე მხრიდან და საკიდით ძალიან ლამაზი ალბათ ამეთანხმებით შემსუბუქებები აქვს გაკეთებული შიგნით არის კამერაში ალბათ არ აღიქმება მაგრამ აური ამოფრეზილები და მაგარი რბილი მექანიზმი აქვს აი ნახეთ ესე ძალიან კარგად იხსნება ფლიპითაც თავისთავად ხმაც გესმით ალბათ როგორ ისეთი ჭექარე ხმა აქვს საკმაოდ პრაქტიკული იქნება ეს დანაც არის განიერი და ასეთი განიერი დანა შეიძლება და ყოფილიყო უფრო დიდი ზომის გააკეთეს საშუალო ზომა მაგრამ ზოგს უყვარს რა ვიდრე შევადაროთ ბაგაუts ახლა სიგრძეში დიდი სხვაობა არ არის რადიკალურად განსხვავებული ხასიათები აქვს იმიტომ რომ ადამიანებშიც გემოვნება ცვალებადი 1000 კაცი 1000 აზრიო როგორც ვიტყვიან და დანებიც სთავაზობენ დიზაინერები სხვადასხვა სტილის და ხასიათისას ვინდრას მოიგებს რა აი ესეთი იყო ეს ჩვენი კუბი მეგობრებო და კუბის კიდევ ერთი მოდელი მინდა წარმოგიდგინოთ ცოტა უფრო წვრილი და დახვეწილი ნაი დააკვირდით სუპერსელი ქვია ამ მოდელს. ფოლადი ამ შემთხვევაში გვაქვს 14C28-იანი შვედური ფოლადი, ტექსტურირებული ტიტანის ტარი, სადა კლასიკური ისეთი პრაქტიკული მოსახმარი დანა რა. ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ეს დანაც. როგორც მოგახსენე დანარჩენი გემოვნების ამბავია. და შემდეგი მოდელს რაც შეეხება მეგობრებს, Spider-Ghost ტენაშოსი უნდა წარმოგიდგინოთ. ტენაშოსი კარგი მოდელი არავის არ გვიკვირს არა სიახლე, მაგრამ ეს განსხვავებული ტენაშოსია, როგორც ერთი შეხედვითაც დაინახავდით, აი ესეთი მაგარი ტიტანის ტარი, საერთოდ ეს დანები არის ხოლმე GAC. გააკეთეს აი ესეთი ტიტანზე და ფოლადის D2 გაუკეთეს 8 ქრომის ნაცვლად. Spider-Ghost მიერ დამუშავებული D2 მოგეხსენებათ, რომ უკვე არ არის რაღაცა რიგითი D2 და საკმაოდ მაგარი არის ხოლმე რა მათი თერმოდამუშავება და წრთობა ვიცით. ძალიან ლამაზი ტიტანის სკეილებია, აქაც შემსუბუქებაა გაკეთებული გვერდები, ისეთი რბილია, აი საერთოდ არ შეგაწუხებს, თელი ძალით რომ მოუჭირო, ძალიან მძიმე დატვირთვებზე რომ იხმარო ეს დანა, რა ვფიქრობ, იქნება ძალიან გემრიელი და პრაქტიკული მაგიტო არის ზუსტად რა, რომ არ არის შემაწუხებელი. ძალიან მაგრამ დამუშავებული ეს ყველაფერი Spider-Ghost ხარისხი არ იშლება რა. თუმცა რა ხოლმე უფრო იაპონურ Spider-Ghost-ებზე ვარ დაკვირვებული სხვათა შორის იაპონიაში ნაწარმოების Spider-Ghost ცოტა აქვს ხოლმე ეს კუთხეების დამუშავების პრობლემა არის უხეში და ბევრჯერ ჩემი დანები მე თვითონ გამომისწორებია ხოლმე ესე ვთქვათ. უკვე მაგას გამოსწორება, უკეთესი გამხდარი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ტაივანის ამერიკის დანები უფრო ისეთია ხოლმე კარგად დამუშავებული კუთხეები და გვერდებით გამოირჩევა. კარგი ეს რაც შეეხებოდა Spider-Ghost აღარ გავაგრძელებებს და გადავალ ჩავესზე. ჩავესი სპეციალურად 5-დან არ ამოვიღე, მინდოდა რომ მეჩვენებია როგორი ლამაზი შეფუთვა აქვს ამ დანას. ესეთი ლურჯი 5 გაუკეთეს. ესეთი ჯასადები. დანაზე შემდეგ გადავიდეთ, დამატებითი საკიდი მოყვება და კიდევ გვაქვს რაღაც სტიკერები და საწმენდი ყველაფერი. ხო, ეხლა თვითონ დანას რაც შეეხება, ეს არის Redemption 229 ტანტო პირით, მეგობრებო. აკვირდით ჯერჯერობით ფორმას, ცოტა ჭრჭყიანია, ბოდის მოგიხდით გავწმენდა ახლა, რომ ლამაზად გამოჩნდეს კადრში. მიკარტა სტარი გვაქვს, Elmax-ი ფოლადი ძალიან მიყვარს მე პირადად, ესეთი ტიტანის საკიდი, ხელში ძალიან კარგად ზის, სატილი დაფარვა გვაქვს, დაშვება, უფრო სწორედ და თვითონ ამ დანას რაც შეეხება, ეს კონკრეტული დამზადებული არის რიატის ქარხანაში. შესაბამისად, ხარისხი შენარჩუნებულია და მაღალი ხარისხის არის ეს დანა და ფასი იქნება საკმაოდ მისაღები ჩავესის როგორც შეეფერება რა მოკლედ რა. არაფრით არ გამოირჩევა და არ ჩამოვარდება თქვა ამერიკაში დამზადებულ ჩავესს. ძალიან კარგი და საინტერესო დანა ესეც. დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო, მადლობას გიხდით და დროებით დაგემშვიდობებით.